ну, აი არომატზე იმ წამს მივხვდებით, რომ ეს არის ირლანდიური ვისკები. აი ეს საინტერესოა. აქაც არ არის ცუდი არომატი. ეს არ არის აი ეს პირველი ეგზემპლარი ის ვისკი, რომ აი ასე დაჯდე, იფიქრო, რამე იპოვო, არა, ეს არის აი სადღეგრძელოები თქვა, დალიო თუ არ გინდა, ვოდკა დალიო, არაყი ან ღვინო, აი ეს მშვენიერად წავა. მეგობრებო, მოგესალმებით, მე ვარ თეიმურას ვაშაყმაძე, თქვენ უყურებთ კამადის არხს. დღეს კი ჩვენ გვაქვს ეპიზოდი მესამე, ბრმა დეგუსტაცია და დღეს ირლანდიურ ვისკებს დავაგემოვნებ და ამოვარჩევ რომელი მომეწონება ყველაზე მეტად. რომელი ვისკები გვექნება დღეს? დღეს გვექნება ჯეიმსონი, ალბათ უმეტესობას აქვს გასინჯული რა ვისკია. ასეთი ვისკი, როგორც არის Tullamore Dew, აი ზუსტად როგორ იკითხება, არ ვიცი. West Cork-ი, აი ეს ორი თუ არის ასეთი core-range-ი, West Cork-იც არის 100 ლარამდე და ძალიან საინტერესო რომ ამას აწერია Black Cask. აი უკან რო წავიკითხოთ, აწერია Double Chart First Fill Bourbon. ესე იგი ორჯერ არის გამომწვარი და first fill ნიშნავს რომ პირველად არის ჩასხმული, როცა ბურბონი დაცალეს კასრიდან, არაფერი არ ყოფილა მერე შიგნით კასრში და პირველად ჩავიდა აი ეს დისტილატი. რო გამოსულიყო ვისკი. და მეოთხე ბოთლი გვაქვს Ardfort-ი, ამ ბოთლზეც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლევან ჭედიას, ვისკის მოყვარულთა კლუბიდან, მაგან მომცა ეს ბოთლი, რომ აი ეს დეგუსტაცია ჩავატარო და ეს ბოთლი ძალიან მაინტერესებს, როგორია. აქ არის 3 კასრი გამოყენებული, ამას даже აწერია triple distilled ეს გასაგებია და 3 oak finish, oak cask finish. რა კასრებია? ex bourbon, ex sherry და virgin oak-ი. virgin oak ნიშნავს ახალი კასრი. არ აწერია რომელია ეს, ევროპული კასრი, ამერიკული, მაგრამ ნახოთ როგორი იქნება. ჩემი აზრით, ამან უნდა მოიგოს, მაგრამ არ ვიცი, ნახოთ, აბა არ ვიცი. ესე იგი, პირველი ნომერი ჭიქა აგერ არის, მეორე ნომერი და მეორე ნომერს, აი ნომრებსაც გაჩვენებთ. არის მესამე ნომერი და მესამე აგერ არის და მეოთხეც და მეოთხე ნომერი. ეხლა მე ჩამოვასხამ, რაღაც ქარი ამოვარდა, მაგრამ იმედია არ გვიშლის ამ ვიდეოს ჩაწერაში. ეხლა მე ჩამოვასხამ და ვთხოვ ჩემს ქალიშვილს, რომ დამეხმაროს, სანამ მე თვალები დახუჭული მექნება, რომ მე არ ვიცოდე რომელ ჭიქაში რომელი ვისკი ასხია. ესეც ასე, ჯეიმსონი, ერთნაირი ოდენობა რომ იყოს, Tullamore Dew. თქვენ კი სანამ მე ამას ვასხამთ, თუ უყურებთ ამ ვიდეოს, დაწერეთ კომენტარებში თქვენ რომელ ვისკის მისცემდით უპირატესობას. ეს West Cork-ი, აი ასე რომ ჩანდეს, 1, 2, 3 და მეოთხე გამოდის Ardfort-ი. ხო, კონი ყველგან ერთნაირად ასხია. მე ბოთლებს გადავდებ, რომ არ შეგვიშალოს. და ეხლა სანამ ვისკი გაიხსნება, მინდა გითხრათ, რაზე მომივიდა ეს აზრი და რაზე ვწერ ამ ვიდეოებს. მე ვარ ვისკის ენთუზიასტი, მოყვარული, ვაგროვებ ვისკებსაც, ასეთი პატარა კოლექცია მაქვს, ჩემი აზრით საინტერესო ვისკების და ჩემმა ახლობელმა მკითხა, რომელ ვისკის მირჩევო 100 ლარამდეო. და პასუხი ვერ გავეცი, ამიტომ გადავწყვიტე ჯერ გამესინჯა ქართული ვისკები, ქართულ ვისკებში მოიგო ჯიმშერმა ბრენდი კასკმა, რა თქმა უნდა, ყველა ჯიმშერი იყო core-range ჯიმშერების. გამიკვირდა, რომ საფერავი გავიდა ბოლო ადგილზე და გამიკვირდა, რომ ტრიომ კი დაიკავა მეორე ადგილი, მაგრამ აი ბრენდი კასკთან წააგო. მე დავაგემოვნე, დავადეგუსტირე, მქონდა ბრმა დეგუსტაცია შოტლანდიური ბლენდების და მეც ძალიან გამიკვირდა პირველ ადგილზე გავიდა Red Label-ი. ესე იგი ფინალში არის ჯიმშერი, ბრენდი კასკი, Red Label, Johnny Walker-ი და აი დღეს გავიგებთ ირლანდიელებიდან რომელი გავა ფინალში. აბა დავიწყოთ. როგორც ყოველთვის დავიწყებ მარცხენა მხრიდან, ჩემთვის მარცხენა მხრიდან და ჯერ ცხვირზე როგორია ეს ვისკები.
შემეშალა. აბა თეონა, რაზე დავიწყე? მოდი, აბა თვალი დავხუჭო. რა არის ეს? ფალ სტარტი და ცოტა ჯეიმსონი კიდევ სუნე. იმედია სხვასაც მაგეთი სუნი ექნება. როცა მზად იქნები მითხარი თეონა. მადლობა. აბა მაშინ დავიწყოთ. ეს საინტერესოა. აქ მოდის, რა თქმა უნდა. Вообще, ირლანდიური ვისკები არის უფრო ლაითი, ცოტა რამე ორი სიტყვა რო თქვა, ირლანდიური ვისკებზე უმეტესობა ირლანდიური ვისკი არის 3-ჯერ გამოხთილი, შოტლანდიური არის უფრო 2-ჯერ გამოხთილი, ასე გაირჩევა, გამოდის სიწმინდე რო ავიღოთ, სპირტის სიწმინდე და სისუფთავი, ირლანდიური უფრო წმინდა არის, გამოდის, ხო, თვითონ დისტილატი სანამ კასში ჩავა. ეს ერთი. მეორე, 3-ჯერ რო გამოხთიან, ირლანდიური ვისკი უფრო რბილია. და მე რაც გამისინჯია ახლა დღესაც მინდა მაგი გავიგო და თუ მაგ ჰიპოთეზას დღეს დავამტკიცებ არ ვიცი ჩემთვის მეორეჯერ 100-ლარამდე ჩემი აზრით ირლანდიური ვისკები უფრო საინტერესოა და ჯობნის შოტლანდიურ ბლენდებს მაგრამ უკვე როცა გადავდივართ single malt-ებში და მე ვისკებს რომელსაც ვაგროვებ და ვაგემოვნებ იქ რა თქმა უნდა ირლანდიური ვისკები ჩემთვის პირადად ჩემთვის აგებს კიდე რა მინდა ვთქვა რომ ეს ჩვენი დეგუსტაცია ეს რა თქმა უნდა არის სუბიექტური ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი და თქვენ რა თქმა უნდა შეიძლება სულ სხვა ვისკი მოგეწონათ მოდით აბა ყვავილები ბალახი ცოტა კარამელიც წამოვიდა და ოდნავ ვანილი ვა ეს ცხვირზე კარგია ძალიან კარგია ცხვირზე აბა ვნახოთ ახლა მეორე ჭიქა ეს უფრო ჩაკეტილია მაგრამ კასრი მეტად იგრძნობა კასრი კარგად იგრძნობა გამომწვარი კასრი იგრძნობა კარგად აქ თუ კასრია ეს ალკოჰოლი კარგად არის ორივეში ინტეგრირებული ცხვირში არ მერტყამდა აქ რახან უფრო კომპლექსური იყო მეორე ადგილზე ასე გავალა და ეს ნახოთ აქაც არ არის ცუდი არომატი ну არომატზე იმ წამს მივხვდებით რომ ეს არის ირლანდიური ვისკები ყველა არის ბალახები ასე ცოტა ყვავილები ლაითი არის ცოტა ცხვირზე წყალ-წყალა ვითომ არ ვიცი დავაგემოვნებ სამივეში კარგად არის ალკოჰოლი ინტეგრირებული ჯერ ისე რომ ცხვირი დამწვა შოტლანდიურ ბლენდებში ისე არ წავს ჯერ ცხვირზე იმ ბლენდებს ჯობია ეს ბლენდები ეს ირლანდიური ბლენდები ეს ალბათ ასე ой ცოტა გამესხა არა უშოს ასე და ბოლო აქ ოდნავ ვიგრძენი რა ვიცი ღვინო არ ვიცი ვაშლი წამოვიდა ძალიან კარგად მსხალი მოდის ალუბალიც მოდის აქ ასეა ეს სამი არის ფავორიტი ეს არის მეორე ადგილზე თან დიდად არ ვიტყვი რომ ძალიან ისე რა ერთად მიდიან ესეც ძალიან ჩამორჩენილი არ არის მოდით ახლა დავიწყებ დაგემოვნებას და ვნახოთ როგორი შედეგები გვექნება
გემოზე ირლანდიურია, აირიშია. გაქრა, ფინიში არ დატოვა არაფერი. არც სიცხარე, არაფერი, აი რბილია რა, აი იცით როგორია, აი საკეიფო. აი ეს არ არის, აი ეს პირველი ეგზემპლარი, ის ვისკი რომ აი ასე დაჯდე, იფიქრო, რამე იპოვო, არა, ეს არის აი სადგეგრძელოები თქვა, დალიო თუ არ გინდა, ვოდკა დალიო, არაყი ან ღვინო, აი ეს მშვენიერად წავა. აი კომპლექსობა არც ისე აქვს გემოზე. ფინიში 0. აბა წყალი დავლიო და გადავიდე მეორეზე. გემოზე ეს ჯობია, ეს წყალ-წყალა იყო. ამას ცოტა მოაქვს მუხის ნოტები, არის მუხის ნოტები უეჭველად. სულ ოდნავ მოაქვს სიცხარე, სულ ოდნავ. კი, ეს აი ასე. აი ცხვირზე კი ჯობდა ვითომ ეს, მაგრამ აი ახლა კომპლექსში ეს даже ფინიშიც მოკლია, აქ თუ იმწავსვე გაქრა, აქ ნორმალურად არის ფინიში. ნუ ნორმალურად როგორ რა, აი საშუალოზე ცოტა ოდნავ ცოტა ხანი რჩება. აბა ახლა მესამეზე გადავიდეთ. ეს არომატზე შეიძლება მეტად გაიხსნა. აუ ესეც წყალ-წყალაა, ესეც გაქრა, ვაფშე ვერაფერი ვერ ვიგრძენი, პროსტა 40 გრადუსიანი სპირტიანი სასმელი დალიეთ და გაქრა. ამიტომ ეს ალბათ მესამეზე გადის, даже მგონი ამაში უფრო მეტი გემო იყო ვიდრე აქ. თან გემოზე რო ვამბობ, სასიამოვნო გემო, ხო? ახლა გემო შეიძლება ეს ცხვირზე რა კარგი არის თო. აქ მუხა მართლა კარგად იგრძნობა, ალკოჰოლი კარგად არის, ცოტა სანელებლებიც წამოიღო. გემოზე აი ამასთან არის ახლოს. ეს არის ორი აუტსაიდერი, ეს ბოლო ადგილას, ეს მესამეზე, ახლა ამ ორიდან უნდა ავარჩიო, რომელი გადის პირველ ადგილზე. ახლა სანამ ამ ვიდეოს წერ, ვიფიქრე ამერიკული ვისკების ხო ვარ დავადეგუსტირო. გავივლი საღამოს მაღაზიებში გავხედავ, მაგრამ რაც მე აი ახლა ინტერნეტში ვნახე 100 ლარამდე ძალიან ბევრი ბურბონი არ არის ასარჩევად, ამიტომ ვნახოთ. თუ ვიპოვი 100 ლარამდე ბურბონებს, დავამატებ, მაგრამ რა თქმა უნდა ბურბონი ფინალში იმ წამსვე იგრძნობა, ეს უკვე გემოვნების ამბავი იქნება, მოგწონთ თუ არა ბურბონი. ცხვირზე ეს მიდის ახლა უკეთესად. აბა გემო. აი ასე. ეს პირველზე გადის, ეს მეორეზე, მესამეზე და მეოთხეზე. აბა, მაშინ
დავიწყოთ ბოლო ადგილიდან, როგორც ყოველთვის, ვინ გავიდა ბოლო ადგილზე? ბოლო ადგილზე გავიდა მეორე Tullamore Dew. ხო, Tullamore Dew. არ ვიცი. ისე აი უკან რო წავიკითხოთ ქართულად, აგაც წერია, ოღონდ Tullamore წერია უკან ქართულად. Tullamore Dew გავიდა ბოლო ადგილზე. მეოთხე. ვა! Artforti. მე კი მეგონა ძალიან საინტერესო იქნება. სუთავიდან გახსოვთ, სკვირზე დაამომეწონა, მაგრამ ნახოთ, ეხლა ეს თუ ჯეიმსონი აღმოჩნდა, ესე ძალიან საინტერესო იქნება. პირველი ჯეიმსონია. ყოჩაღ ჯეიმსონ. вообще ჯეიმსონზე რას გეტყვით, იცი? კი არის ასეთი Core-Range whisky, მაგრამ აი ჩემი აზრით, აი ხარისხი უკავია რა. აი ჯეიმსონს, მართლა აი ჯეიმსონი, რა ვიცი, სტუდენტობის დროსაც დამილევია, მერეც დამილევია. ეხა, ნუ ბოლო დროს, რა თქმა უნდა, ჯეიმსონს არ ვსვამ უფრო даже არც მაქვს ბარში. მაგრამ აი ხარისხი უკავია. ამიტომ ჯეიმსონ მალადეც. და პირველ ადგილზე გავიდა 3 ნომერი. თქვენ არ დაგანახეთ, ხო? აი ნომრები, აი ეხლა ეს არის მესამე. West Cork-ი, Black Cask-ი. აი მაგი ძალიან საინტერესოა. მგონი ამაზე დაჟე ვთქვი მე, რომ აი კასრის რაღაცა შებოლილი გემო, არ ვიცი, მithქვია თუ არა, მაგრამ ნუ ალბათ გულისხმობდი. ეს მეორე არის, აი მეორე. გავიაროთ. ეხლა პირველი და ეს მაინტერესებს, ეხლა ისევ მინდა გავაგემოვნო. მაინტერესებს რაზე წააგო ფინიშის გამო. იმიტომ რომ წესით 3 კასრში იყო დაფინიშებული ეს Artforti. ბოდიში 4 ნომერი და აი 4 ნომერია. მაგრამ მაინც მინდა გავიარო, просто ჩემთვის. ბრმა დეგუსტაციაზე, ბლაინდზე გამოდის წააგო და აი ესე უეჭველად ეხლა რო ვიდგე მაღაზიაში და თაროზე აი ეხლა ეს 4 არჩევანი რომ იყოს, ალბათ ამას მივცემდი უპირატესობას, იმიტომ რომ მომეჩვენებოდა რომ უფრო საინტერესო უნდა იყოს, აი თქვა ვიდრე ეს, ანუ რა თქმა უნდა ჯეიმსონი ყველამ ვიცით როგორია, აი Tullamore Dew გამოვიდა Tullamore Dew. აბა ხო ეს ჯობია ცხვირზე. ეხლა იცი როგორ დატკბა? ძალიან საინტერესო დატკბა. ქიშმიშიც წამოიღო ეხლა, ქიშმიში. და აი ისეთი ქლიავი, ოღონდ ჩირი კი არა, აი ახალი ქლიავის არომატიც მოდის. სხალი, მწიფე მსხალი. და გემოზეც არ არის ცუდი. გემოზე ძალიან კარგია. ფინიში вообще ვიტყოდი რომ ამ ყველა ვისკებში, ამ ყველა ბლენდებში ფინიში ალბათ საშუალო არის და ოდნავ საშუალოზე დაბალი. აი დიდი ხანი ფინიში არც ერთში არ არის, გრძელი ფინიში არცეც არ აქვს. მაგრამ გამოდის აი ამან მოიგო ეს გავიდა პირველ ადგილზე აირიშებში. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში თუ გაქვთ ეს ვისკები გასინჯული, რომელი არის თქვენი საყვარელი აქედან ვისკი. აბა მეგობრებო, დროებით მომავალ ვიდეოში უკვე დავატაკებ Jimshires, Red Labels და West Corks და ვნახოთ რომელი ვისკი მომეწონება ყველაზე მეტად. წარმატებები და კარგად ბრძანდებოდეთ.